სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ანტიმართლმადიდებლურ ქმედებასა და ახალგაზრდა თაობის მიზან მიმართულ გარყვნაში ადანაშაულებენ უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის გადადგომისა და ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის აღკვეთის მოთხოვნით უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია სტუდენტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მათი მტკიცებით რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში გამართული ამაზრზე წიგნის პრეზენტაცია გახდა. აქციის მონაწილეების შეფასებით აღნიშნული წიგნი პირდაპირ არის მიმართული რელიგიის წინააღმდეგ და ახალგაზრდების გარყვნას ემსახურება. სტუდენტები აპროტესტებდნენ იმ ფაქტსაც, რომ რექტორისაგან უნივერსიტეტში სამლოცველო ოთახის გახსნა ითხოვეს, თუმცა ამაზე ცინიკური პასუხი მიიღეს. დღეს საპროტესტო აქციას ზვია ძიძიგური შეუერთდა. ჩვენი დღევანდელი პირველადი მოთხოვნა არის, რომ გამოეყოთ სტუდენტებს ფართი სალოცავი კუთხისთვის. მეორე მოთხოვნა არის, რომ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში არ მოხდეს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, როგორიც იყო საიდუმლო სიროვის პრეზენტაცია. ჩვენი აქ მოსulis მიზანი ის არის, რომ ხარი დაუჭირო ჩვენ შვილებს, რომლებიც სწავლობენ ამ სასწავლებელში თუ სხვა ნებისმიერ სასწავლებელში და მათ აქვთ ესეთი ცნობიერება ეკლესიური და ეროვნული. და ჩვენი მოსulis მიზეზიც ეს არის, სწორედ რომ თუ კი აი ამ ხრივ არის დისკრიმინაცია, მათი მხარი დაუჭიროთ, რომ დაცული იქნეს საქართველოში ეკლესიური ცნობიერება და ეროვნული